გიბრუნდებით Talk Point-ის მორიგი განსაკუთრებული ეპიზოდით, რადგან დღეს TP საქართველოში ყოფილ მეიჯერელში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პოზიციაზე კლიენტთან ნდობისა და უსაფრთხოების ექსპერტის შესახებ ვისაუბრებთ. ეს იგივე კონტენტ მოდერატორის პოზიცია არის და დღეს შევეცდებით მის ყოველდღიურობაზე, მის გამოწვევებზე და ზოგადად შინაარსზე თუ რას მოიცავს პოზიცია ამ ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღეს კი ჩვენი სტუმრები სწორედ ამ პოზიციაზე მყოფი ჩვენი კოლეგები თამარი და ნუკი არიან. სწორედ ისინი მოგვიყვებიან დღეს ამ ყველაფერზე და გაგვაცნობენ უფრო ახლოს საკუთარ პოზიციას. გამარჯობა თამარ, ნუკი. მადლობა რომ გვეწვიეთ პოდკასტში და მონაწილეობა მიიღეთ. დავიწყოთ პირველ რიგში იმის განმარტებით, თუ რას ნიშნავს კონტენტ მოდერატორი და წარმოვიდგინოთ, რომ უხსნით ისეთ ადამიანებს, რომელსაც არასდროს არ გაუგიათ აქამდე კონტენტ მოდერაცია, შემოვიდნენ პირობითად ჩვენ საიტზე და ახლახანს ნახეს ეს ვაკანსია, სადაც წერია კლიენტთა და ნდობის უსაფრთხოების ექსპერტი, იგივე კონტენტ მოდერატორი, რასაც ჩვენ ვეძახით. აუხსნათ მათ ასეთ ადამიანებს, რას ნიშნავს ეს პოზიცია. კონტენტ მოდერატორი არის ადამიანები, რომლებიც ფილტრავენ ვიდეოებს, რომლებიც შესაძლებელია იყოს მიუღებელი კონკრეტული საზოგადოებისთვის, ან ქვეყნისთვის და ამ ვიდეოებს ფილტრავენ. და რა არის, როგორც მივხვდი, ანუ ონლაინ სივრცეს უფრო ხელს უწყობს, რომ მეტად უსაფრთხო გავხადოთ. მთავარი მიზანიც ალბათ ეს არის. და როგორ უწყობს ხელს კონკრეტულად ამ ონლაინ საზოგადოების უსაფრთხოებას? ცოტა ისეთი ტერმინია, ხო, ანუ სუყე ტერმინი ჩანს, თითქოს რაღაც ძალიან ისეთი დიდი რაღაც არის და ჩვენ ვართ სადარაჯოზე ამ ონლაინ სივრცის და თქვენ რას ფიქრობთ? როგორ უწყობს ამ ყველაფერს ხელს, რატომ არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საზოგადოებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რატომ შეიძლება ეს იყოს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ დებენ ადამიანები ვიდეოს, რომლებიც შესაძლებელია იყოს სხვებისთვის, ასე ვთქვათ, არასასიამოვნო. ამიტომ პირველ რიგში მათი ფსიქიკისთვის არის უმჯობესი, რომ ვიდეოები დაიბლოკოს. ამიტომ ხო, ძალიან საჭირო პოზიცია. ამისთვის არის საჭირო, რომ ადამიანების ფსიქიკაზე ვიზრუნოთ. ნუკი, შენ რას ფიქრობ, ხომ არ დაამატებდი რამეს? მეც იგივეს ვიტყვი, იმიტომ რომ არის რაღაც შემზარავი ვიდეოები, მაგალითად, ან ზოგადად კონტენტი, რაც ხო, ანუ მართალია ჩვენზე გადმოდის პირველ რიგში ჩვენ ფილტრავთ ამ ყველაფერს, მაგრამ აუცილებელია რა. მე თვითონაც მშვიდად ვზივარ ჩემს სივრცეშიც და მშვიდად ვათვალიერებ, იმიტომ რომ ვიცი, რომ აი აღარაფერი ისეთი აღარ ამომივარდება წყნარ საათებში სამუშაოს გარეთ. ანუ რომ ასე ვთქვათ, ვიცით რომ ჩვენ ნახულობთ ამ ვიდეოებს იმისათვის, რომ შემდეგ ამ საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა, თუნდაც მათ შორის ბავშვებმა ხო და შეიძლება ზოგჯერ არასრულწლოვნებამდეც კი მივიდეს რაღაც. ან თუნდაც სრულწლოვანი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა არასრულწლოვნებსაც ფილტრავთ. ხო, ანუ ცალკე არის ეს ყველაფერი და გასაგებია. და ანუ ამ ყველაფერს ვიცავთ მათ, რომ შემდეგ აღარ შეხვდეთ რაიმე ისეთი ვიდეო იქნება ეს თუ სხვა ტიპის კონტენტი. რაც შეიძლება მათ ფსიქიკაზეც ნეგატიურად იმოქმედოს. როგორ წყვეტთ ხოლმე ასეთ შემთხვევაში, რა ტიპის კონტენტი უნდა დაიბლოკოს და რა ტიპის კონტენტი უნდა დარჩეს და აქ როგორია ასევე საინტერესო იქნება AI-ის როლიც როგორია, თუ გეხმარებათ წინასწარ გაფილტრვაში, ასე ალგორითმიან AI. კი, პირველ რიგში ეს ჩვენთან მოსული ვიდეოები უკვე გაფილტრულია AI-ის მიერ. შემდეგ გვაქვს პოლისები, ძალიან ბევრი და თუ ვიდეოში, ასე ვთქვათ, ასახული კონტენტი, ან კონკრეტული კადრი არ შეესაბამება ჩვენს წესებს და ეს წესები ირღვევა, შესაბამისად, კონკრეტული წესის დარღვევის დროს ვთაგავთ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, წესს, რის გამოც იბლოკება ეს კონტენტი. თუ დარღვევა არ არის, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ვატარებთ ვიდეოს და შეიძლება აღარ იშლება. ანუ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენთან მოდის ვიდეო, შეიძლება ნახვები გქონდეს, თუმცა დაბლოკილი იყოს და ახლა არ იყოს ხელმისაწვდომი. ასაგები. იმიტომ რომ AI ხედავს დარღვევას. და ესეთ შემთხვევაში, მაგალითად, მომხმარებლი ვინც ატვირთა იმას თუ აქვს რაღაც საშუალება, გასაჩივრებები თუ მოგდის, რატომ დაიბლოკა ეს? კი, სხვათა შორის მოგდის. ჩვენ არა ყოველ შემთხვევაში, ანუ მერედებენ ხოლმე სხვა ვიდეოებს, რომ აი რატომ იბლოკავთ და რაღაც ჰეშტეგები აქვთ ხოლმე, რომ და ამ შემთხვევაში ალბათ ის პოლიტიკა და წესები იცავს ამ ყველაფერს, ხო, პროტოკოლის მსგავსი რაღაც არსებობს. კი, ხო, ეუბნება კიდეც რატომაც დაიბლოკა ვიდეო.
ანუ ვიდეო რო იბლოკება, ანუ აი თუ ოდესმე დაგირეპორტებია რაღაცა TikTok-ზე, ანუ ეგ არის ეგ წესებია, რაც ჩვენ გვაქვს ცალკე კიდე, ოღონდ ეგ ცოტა ნაკლებ შემცირებულია, რა თქმა უნდა, სახელებით. მაგრამ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს. თორე ჩაიშლება მერე დაბლაიგენი, მაგრამ ანუ ეუბნება რატომაც დაიბლოკა, კონკრეტულ ხა წამზე წუთ არ ეუბნება, როდის მოხდა, მაგრამ ხო იცის რა თქმა უნდა დაიყო კონტენტი და ხო იცის რა ვიცი რაც დადო და რატო აქვს თქმა პრეტენზიები არ ვიცი. კი, მეც მომსვლია ხოლმე ეგეთი. დამბლოკია ვიდეო. მე არა. კარგი, მაშინ გასაგებია დაახლოებით, მე მგონი მაყურებლისთვისაც გასაგები იქნება დაახლოებით რას მოიცავს ეს პოზიცია. და დაუშვათ ახლა იწყებს ან რა ვიცი ხო უნდა ფიქრობს ადამიანი ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებას. რა უნარები სჭირდება აი თქვენნაირ სპეციალისტს ამ პოზიციაზე? ისეთი უნარი, რაც შეიძლება სხვაგან მით უმეტეს ვაკანსიის აღწერილობაში მოთხოვნათ არ ეწეროს რა. რასგან თუ გამოარჩევდით ესე რამე უნარს, რაც ან აქ მუშაობისას გამოიმუშავეთ შეიძლება და მანამდე არ გქონიეთ. არც კი ფიქრიათ რომ ეგ საერთოდ უნარი დაგჭირდებოდა რამეში. რა ეგეთი? რა გახსოვდება? გამომუშავებული არა, მე მქონდა ეს თავიდანვე რომ აი რაც აღწერეთ, მაქედან გამომდინარე ცოტა მზად უნდა იყო რა, ყველაფრის სანახავად უნდა გქონდეს მზაობა. მდგრადობა უნდა გქონდეს. სტრესმედეგობა. ხო, სტრესმედეგობა. ემოციური სიმტკიცე. ხო, ემოციური სიმტკიცე. გასაგებია კი, როგორც ჩანს ხო, საკმაოდ ემოციურად და და ჯგუფური მუშაობა, გუნდური მუშაობაც, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჭირდება ეგ. ერთმანეთს გუნდური მუშაობა ამ ხრივ როგორც მე ხვდი ინდივიდუალურად მუშაობთ, მაგრამ არის ხოლმე ხა მომენტი, როცა თქვათ რაღაც ისეთი ვიდეოა, რომ ანუ შემზარავია და ანუ ის ადამიანები რომელსაც მოუვიდა ეს ვიდეო, ну ის რა თქმა უნდა სტრესშია, ხო? იმისთვის შემზარავია მაინც. და ანუ მაგრამ ხოლმე რომ ანუ ვეხმარებით, რომ რაღაც ერთად გავდივართ გარეთ, რომ აი დაუშვიდეთ და რაღაც. ამიტომ ეგეც საჭიროა, ხო, პირველ რიგში არის ის, რომ დახმარების თხოვნისა უნდა გაკითხდეს. ასე, ხო, მით უმეტეს გუნდის წევრთან ან მენეჯერთანაც ალბათ, ხო? როგორც რამდენ კაციანი, რამდენ ადამიანი ჯგუფები მუშაობთ ხოლმე, ან ჯგუფები? როგორი იყოფა? მე მგონი ჩვენთან 10 ვართ. არა, ეხლა 9 ვართ. და ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე, ხო? ჩვენ პროექტზე 10 ვართ, თუმცა სხვა პროექტებიც არსებობს, რომლებიც ასე ვიდეოებს ფილტრავენ, ისინი ბევრი არიან. და ზოგადად ამ ბიზნესში, ამ ბიზნესში რამდენიმე ასეული ალბათ, არა? ხო, ნუ ბევრი ვართ. ვაიმბოდიში. ბევრი ვართ და ყველას ჩვენნაირ ხო, ყველას სხვადასხვა ვალდებულება აქვს რა. სხვადასხვა კატეგორიები არსებობს. კატეგორიებად იყოფა მაგალითად, ზოგი არის რომ მხოლოდ შემზარავ ვიდეოებს უყურებს, ზოგი არის რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, ცოტა მსუბუქად გამოდიან. მსუბუქად გამოდიან კი. ზოგი მხოლოდ თვითგლობის ვიდეოებს და რაღაც ეკეთებს უყურებს და ჩვენ ყველაფერს უყურებთ. ანუ იქით ზოგი მძიმე არტილერია სალკი აქვს ვიდეო. კარგი, და თუ არსებობს რაიმე რთული და მარტივი кейსები შემთხვევები და რა აქცევს ასეთ შემთხვევას, ანუ აი თქვენთვის მაგალითად მარტივად რაღაც წამებში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ დასაბლოკია ან რაღაც განხილვები დაგჭირდეთ, რეალურად არის თუ არა საჭირო, რომ ეს ვიდეო გაიფილტროს ან დაიბლოკოს. ანუ თუ ვიცი წესი, თავიდან ბოლომდე თუ ვიცი ძალიან კარგად, მაშინ ძალიან მემარტივება ამ საქმის кейსის გაკეთება, მაგრამ არა, რატო? აი, მაგალითად აი პატარა ბავშვებზე რა, ანუ ვიდეოდან ხო ვერ ხვდები იმ ადამიანის ისე ვთქვათ ასაკს. და ეგეც ის არის ხოლმე, აი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს რა, ამიტომ მარტივი кейსი რო აი ეს ვიჭველი ესე არის ხოლმე, აი რა ვთქვა, აი სლარები. აი როგორ აი ადამიანის შევარდყოფას აყენებენ ყველაზე, ბულინგი არის ყველაზე მარტივი ეს ვთქვათ кейსი. კი ბატონო. გასაგებია დაახლოებით ლანძღვა და ასე შემდეგ ძალადობრივი საუბრები და რაც ხო, გასაგებია. ინტერნეტ სივრცისთვის უცხო არ არის. სამწუხაროდ. ორივე ერთი და იგივე რამეს აკეთებთ, როგორც მითხარით, როგორც მივხვდი, ერთ გუნდში ხართ და აი ეს ერთად ყოფნა, როგორ გეხმარებათ ერთმანეთისგან თუ სწავლობთ რაღაცეებს.
რომ გადახედავ გვერდი გვერდით ხართ ოფისში. კი, ხანდახანზე ვარ. და ესე გვერდით თუ გადახედავთ ხოლმე არის რაღაც უსიტყვოდ შეგიძლიათ მიხვდეთ ერთმანეთზე ან რა სჭირდება. კი, შიდა ისინი გვაქვს ხუმრობები. შიდა ხუმრობები გვაქვს ხოლმე და მარტო ჩვენ გვესმის ან ჩვენ კაკანებს. შორიდანაც ვახვედრებთ, ანუ არ არის პრობლემა, სადაც გვინდა იქ დაგვსვი, მაინც მივახვედრებთ ყველა ვარიანტში. თქვენი აზრით, რომელი უფრო დიდხანს გაძლევდით ამ 24 საათიან მოდერაციის მარათონში? რომ დასხდეთ კომპიუტერთან 24 საათის განმავლობაში. და რატო ხო? საინტერესო რატო? რა ვიცი, ანუ თავის იმედი არ პირდაპირ შენაგირჩია. თან ნაკლებად მე მახასიათებს ხოლმე უფრო აი მოდერაციის პროცესში გამომაქვს მაგალითად რამე ისეც უნახავ ემოციებით გამოვხატავ ხოლმე რა და ვხვდები რომ ანუ აი ვსო რაღაცა ლიმიტი მაქვს მოკლედ და ვხვდები რომ ის 8 საათიანი არის საკმარისი ხო რასაც ვაკეთებ მაგრამ შენ არ გაქვს ხოლმე ეგეთი მაგრამ შენ ძალიან წყნარად და ისე უფრო ცივი გონებით ვდგები ხოლმე კი მე მეძახს რომ რაღაც ვიდეო რომ მოდი რა მე უკვე ვიცი რომ ასე მოყურებ ხოლმე ესე. ეგეთი რაღაცები შესაძლებელია რომ მოვიდეს ნახოს და ის ან დაგიხმაროს სიტყვაზე გადაწყვეტაში. იმიტომ რომ ჩვენ ან როგორც ცალ-ცალკე გვაქვს აი რაღაც ვიდეოებს როცა ვუყურებთ ეს ვიდეო გროვდება რამდენს ვუყურებთ რა. და აქედან რასაც ბლოკავ უნდა იყოს სწორად დაბლოკილი. და ამისთვის საჭიროა რომ თუ მაგალითად ისეთი ვიდეოა რომ ვერ ვხვდებით რომ დავთაგოთ და ვერ ვხვდებით რა დარღვევა მე და რა ხედავთ მაგრამ ან რა წესი შეესაბამება ამ ყველაფერს რა თქმა უნდა იქ ყველა ვერთვებით და იმიტომ რომ ჩვენი თიმის შედეგებისთვის არის ეგ კარგი. ანუ ერთი რომ უკვე მაშინ არ იყოს თქვათ აი თარგეტი ვერ დადოს რა ანუ ყველა ვიდეო არ ქონდეს სწორად გაფილტრული. მაგ შემთხვევაში უკვე თიმიც ვარდება ასე ვთქვათ თვიური იმიდან შედეგებიდან რა. ამიტომ საჭიროა რომ ყოველთვის დავეხმაროთ კი. ყველა ერთისათვის ერთი ყველასაც. კი, მუშკეტერები ვარ. ინტერნეტ სივრცის მუშკეტერები. 9 მუშკეტერი. ძალიან ხო, რაღაც ისეთი განცდა შეიძლება დარჩეს მაყურებელსაც და მეც რჩება რომ ეხა არაფერი ის არ არის, ანუ მარტივი მისახვედრია რომ ემოციურად შეიძლება რთული სამუშაო იყოს და რაღაც მხრივ სტრესულიც. თავად კომპანია TP2 სთავაზობს ამ მხრივ თქვენს ბიზნესზე მომუშავე ადამიანებს ან ზოგადად რა ვიცი თანამშრომლებს ეს რაც ან მენტალურ ჯანმრთელობისთვის მხარდაჭერას, განტვირთვის საშუალებებს, რა ვიცი თუნდაც ფსიქოლოგიურ განტვირთვას ამას თუ სთავაზობს და პლუს კომპანიის იქით თქვენ როგორ ახერხებთ ამას სამსახურისგან დაცლას და ემოციურად განტვირთვას. ორივეზე რა ვისაუბროთ. კი. დავიწყებ კომპანია რას გვთავაზობს, რაც მე ძალიან მომწონს და ორივე ვიყენებთ იდეაში, ძალიან კარგად და ძალიან გვეხმარება. ფსიქოლოგების მომსახურებას გვთავაზობს 24/7-ზე. მისაწვდომები არიან და ანუ გარდა იმისა რომ ჩვენ ყავს ფსიქოლოგები, კიდევ როგორც ვიცი, რამოდენიმე ცენტრიც გვაქვს რომელთანაც შეგვიძლია თანამშრომლობენ და შეგვიძლია ხო ფაზდა კლება გვაქვს თუ იქაც პირდაპირ შეგვიძლია ურიგოთ შესვალი კარგი ცენტრები არის და ხო ესეც აღსანიშნავია ხო გვაქვს ხოლმე ჩვენები აი ხო ადელი ემის ფილმი ხო აქტივობებს აწყობენ ხშირად გასვლით აქტივობებს, რაშიც ძალიან ხშირად მონაწილეობა ასევე. თუ არ მუშაობთ. საყვარელი აქტივობა? პადელი. პადელია შენი? ჩვენ სამწუხაროდ იშვიათად სეზონურობიდან გამომდინარე ცოტა იშვიათად გვიწევს ხო? ჩემი იყო აი კერამიკა და ხელნაკეთ რაღაცებს რაც შეეხებოდა. ნაკლები აქტივობა, მაგრამ აი მეტი კრეატივი რაღაცა ეგეთი აქტივობა ძალიან აქტივი კლასები ძალიან მოგწონს. აქტივი კლასები დაგვიმატეს ახლა და დავიწყე კი. ვაუ, რა მაგარი. და არის მსახიობი. მენტორი მოდის ან რა ვიცი, ვინც გასწავლით სპეციალურად, ხო? პროფესიონალურად. კი, სპექტაკლს როდის უნდა ველოდეთ? აი არ ვიცი. ხოდეთ გითხრა. ან რა იმეს არ ვიცი. რაღაც მინი სერიალს არ დოკუმენტურს. მე მაგალითად ხო ფსიქოლოგს ვიყენებ პადელზე, ნუ თუ ძალიან დაღლილი არ ვარ ხოლმე მივდივარ, ან თუ არ წვიმს და ჩემპიონატზე იყავი პადელის ტურნირში ჩავატარეთ. იმიტომ რომ
დაღლილი ვიყავი მომენტი დამეს არა. ან შეიძლება გადაღებები გქონდა და ხო. ამ ფილმის პრემიერა დაერქვა. და ხო, ჩვენ თვითონ რასაც ვუმკლავდებით, ამჯერ ხო ფსიქოლოგი, მაგალითად, ჩემთვის ეს ნუკისთვის და ბევრი იყენებს ხოთაშორის მაგას, რაც ძალიან გვეხმარება. და არა მხოლოდ სამსახურეობრივ რაღაცა შეგიძლია ლაპარაკო, ანუ ზოგადად ლაპარაკობ რა კაცუხებს. და ასევე ხო, ანუ მე ძალიან მომწონს ისინი ხატვის ისინი რო გვაქვს არა კლასები რაღაცა ხო აი ხატვასთან ასოციირდება. მანდალას ხო არ ამბობს გაფერადები. არა. ანუ ეხი ფსიქოლოგიურ ანალიზს გიტარებენ ნახატის მიხედვით და ხო აი ეგეთი რაღაცები ძალიან მომწონს. ჭადის ახალი რა გავიწყდება მახსოვს და. ხო პადელი თქვი, აი ძალიან გამიხარდება რომ თუ ციგურაობას და შულდოსნობა სხვადასხვა ერთხელ გქონდა. ერთხელ გქონდა, იყავი? კი, ბაიმე კი შენც იყავი, მე მგონი. არა, ფოტოებს ხო იღებდი. ხო, რასაც როდის გქონდა კიდე ძალიან რო ვისიამოვნე ისეთი. სურათების გადაღება ვერ მოახერხეთ მოგისთან რას დროდისზე და გულში აქვს ჩარჩენილი. ფენაწერი ხარ. და აქ მოწვევით დავაკომპენსირებთ. ხო, კი. კარგი, ესე იგი აქტიურად ხართ ჩართულები. კი, და კიდე რა სისურვებდით დამატებას. რა იდეები თუ გაქვთ აქტიობების და ხო, რა გახარდებოდათ. მაქვს თუ შეიძლება რომ თქვა. კი, რა თქმა უნდა. აი, ძალიან დიდი სიამოვნებით დავამატებდი კულინარიულ კლასებს. თუ შეიძლება ის აქტიობაში გადის და ვფიქრობდი რომ პირველადი დახმარების კურსები იქნებოდა იდეალური. მე სიგურობასაც დავამატებდი. დიდი ალბათობით გვისმენს ჩვენი უსაფრთხოების მენეჯერი და ვისაც ეგ ყველაფერი ეხება და სხვათა შორის იყო ხოლმე ერთხელ გქონდა ეს პირველად დახმარების, ოღონდ ჩვილებისთვის როგორ უნდა დავეხმაროთ. მივხვდებოდი ალბათ მშობლე. მე მჭირდებოდი რომ მე პირველად რო დამემართა ეპილეფსიური შეტევა, ყველა არ ვიცოდით რა უნდა გვექნა და ამიტომ შეიქმნა რა ბევრჯერ ისეთი გარემოება რომ აი საჭირო იყო რომ ვიცოდეთ რა როდის როგორ ვის დავეხმაროთ და სხვათა შორის რა მე მგონი რამდენიმეჯერ ჩატარებულა, მაგრამ ამ პრობლემა ის არის ხოლმე რომ მე ბევრი არ ესწრება რა და სამი არა აუცილებელი უნდა იყოს ჩემი აზრით. მაგრამ ხო PC არის PC-ს და მაგებს გულს. ხო PC არის ელემენტარული რაღაცა იმაგერად ჩემ შემთხვევაში ეპილეფსიური შეტევის დროს ანუ როცა ადამიანმა არ იციან რა უნდა გააკეთო მაგათ დაუზიანდი მაგალითად იმიტომ რომ აი ენა არ გადაყლაპოს და რაღაცა ხო არ იცოდნენ რა ხა მაგათი არ ვაბრალებ არ იცოდნენ თუმცა როცა ესე თქვათ ის არის გაქვთ აი ამ ხელ კომპანია და როცა ამდენი ადამიანი მუშაობს აღმოჩნდება ვიღაცა ვისაც რაღაცა აწუხებს ხო უნდა ვიცოდეთ ყველამ ანუ მეც უნდა ვიცოდე იმ ადამიანს როგორ უნდა უშველო და როგორ მიშველოს ძალიან საჭირო რაღაც არის და დრილები გვაქვს ხოლმე იმედია გაითვალისწინებ და ხო ანუ დარწმუნებული ხა მაგაზე ფიქრობს ის ყველა ის ადამიანი და ცდილობებიც ქონიათ და რამდენიმეჯერ კი მახსოვს რომ იყო შეიძლება ადრე უბრალოდ და ჩემს და უბრალოდ აუცილებელი უნდა იყოს და პერიოდულად მგონი რომ საჭირო ტარდებოდეს კულინარიული იდეალურია კულინარიული მასტერკლასი შენ რო ციგურებით ძალიან ძვირი ხო ციგურაობაც თუ შეიძლება მაგრამ ერთადერთხელ გქონდა კულინარიული მასტერკლასი და არა ორჯერ გქონდა ბოდიში აი ნუკინუ გაატარებს კულინარიულ მასტერკლასს. ესეც ასევე ჩვენი ჩართულობის სპეციალისტიც გვისმენს და დარწმუნებული. ტირამისუს გააკეთებს. გაითვალისწინებს სამწუხაროდ. ტირამისუ აღარ გვასწავლოთ, ვიცით. ხო, შენ ასწავლე ხო? მაშინ იყო ხინკლები გაახინკლის მოხვევა ისწავლეს და ხინკლები გააკეთეს და მე ერთადაც ისიამონეს საღამოთი. გასაგებია ყველაფერი. თქვენი დამოკიდებულება თუ შეცვალა სამუშაომ ვაიმე კი ინტერნეტის მიმართ, სოციმედიის მიმართ, არ ვიცი რა, არა მხოლოდ სოციმედიის, ზოგადად ლეპტოპის, ტელეფონის დანახვა რამდენად. როგორი ადამიანებს დანახვა აღარ სიამოვნებს. ოღონდ მართლა, რაც აქ დავიწყე მუშაობა, ანუ უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანები ნორმალურები არ არიან. ზოგიო ხონდა მართლა. ალბათ ის დავა კონკრეტულად ვიდეოების. ვიდეოს რო იღებენ, ანუ ხალხამ გონია, რომ გონიათ, რომ არავინ არ უყურებს ამას და მაგითო იღებენ ამ ყველაფერს. თორე ანუ აი მაგალითად არის ხოლმე, რომ აი ვიდეოს რო უყურებ, სკროლავ ჩემს, ანუ არაფერი არ მოველება, სახში ვზივარ, ვისვენებ. აი უცებ წესების სახელები ამომდის თავში, რომ აი ვიდეოს რო უყურებ, აი რას დავთაგავდი აქ? დამებლოკა. ეგეთი მსგავსი ისიც მქონდა.
ბოლოსკენ მოტოვებული და შენც ეგრე ხარ? მე არა ძალიან კომფორტულად და შვიდად სკროლავ ხოლმე, მაგრამ აი თუ მხდება რამე ისეთი ვფიქრობ, რომ რა გავაკეთეთ არასწორად, რატომ არის ეს ვიდეო აქ. ხო, ეგ მომენტი მაქვს. და ალბათ მაგ მხრივ როგორც თქვენ როგორც ასევე მომხმარებლები ონლაინ სივრცეს შეიძლება რეპორტებ ხოლმე ხა TikTok-ზე. ხო, მე თუმეტეს ალბათ უფრო განსხვავებულად გრძნობთ ხო ამ პასუხისმგებლობას რაღაცნაირად. განსხვავებულად არ უხდება უბრალოდ როცა ვხვდები რომ აი მე რადგან თუ არ მესია მონა მე ამას ყურება აი ვიღაცა უფრო მოწყვლად მადმად ადამიანმა რომ ნახოს ეს ვიდეო მის უფრო ის იქნება ანუ ზემოქმედებას გამოიწვევს ამიტომ უფრო პასუხისმგებლობა გამიზარდა იმ მხრივ რომ დავარეპორტო აქამდე არ ვარეპორტებდი ხოლმე დავარეპორტო და მე პირადად იმაშიც მეხმარება რომ იგივე არ გავიმეორო შესაძლოა აი რაღაცერი ვიყო და ამიტომ ვიცი რას უნდა მოვერიდო და რა აღარ უნდა გავაკეთო რომ არც შემთხვევაში დამიბლოკება ანუ ამ შემთხვევაში არა ასაგებია და ამ ხრივ ვიცი თუ გრძნობთ რა ანუ იმის კითხვა მინდოდა რომ თუ გრძნობთ რეალურად თქვენი სამუშაო აქ რამხელა გავლენას ახდენს ან პოტენციურად შეიძლება მოახდინოს საზოგადოებაზე რა ანუ ამას თუ გრძნობთ ის შეგრძნება თუ გაქვთ რა იღირებულ საქმეს აკეთებთ რა საზოგადოებისთვის თუნდაც თქვენი მეგობრებისთვის ან მომავალი თაობისთვის და ასე შემდეგ აუცილებელია და ეგ ვიღაცამ უნდა აკეთოს და ვიღაც თუ ჩვენ ვიქნებით ეგეც არა უშავს ავიტანთ ჩვენ ხო აჰა სამაყო ამბავი არის მე თუ მკითხავთ მით უმეტეს ეგ შეგრძნება თუ გაქვთ ჩემი აზრით ძალიან ბევრს ნიშნავს რას ურჩევდით ადამიანს რომელიც აპირებს ამ პოზიციაზე უნდა ჩვენთან დასაქმება თუნდაც ამ პოზიციაზე იმიტომ რომ ხშირად კონკრეტულად ეს პოზიცია უნდა ხოლმე ხალხს და ამ ბიზნესში მუშაობა რომ არ ვიცი რატომ მაგრამ უნდათ ხოლმე რომ აი მაგალითად ეხა მომხმარებელ კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტს ხშირად ამ პოზიციას ამჯობინებს ხოლმე ხალხი და მომართვიანობა უფრო მაღალი გვაქვს ხოლმე და შეიძლება დღეს რო გვისმინა ვიღაცას ვინც მოგვისმინა შეიძლება შეეშინდეს ან იფიქროს რომ აი მართლა ნამდვილად მინდა აქ ეს რთული საქმე ყოფილა მით უმეტეს ემოციურად და ასე შემდეგ ხო და ასეთ ადამიანს რას ურჩევდით ანუ უნდა ეშინოდეს მართლა არა საშიში არ არის არაფერი არჩევებს მისცემდით საშიში არ არის იმიტომ რომ ანუ მარტო არ ხარ რა მაგ მომენტში ანუ ყველანაირი საშუალება გაქვს იმის და რესურსი გაქვს იმისთვის რომ თუნდაც ის ერთხელ ნანახი ცუდი ვიდეო ანუ ვთქვათ გააქარწყლო რა პირველ რიგში ადამიანებით ანუ ვინც მუშაობენ მე კი მაგალითად რა ვიცი ერთ წელია 10 წელი ნახევარია მეგობრები ვართ და სამსხურში გავიცანით ერთმანეთი ანუ ბევრად ბეტი მეგობარი შევიძინე და ბევრად ანუ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეგ ჩემთვის ვიდრე თქვა ვიდეოების ყურება რა ანუ რასაუბრობ რომ ის ვიდეოს რაღაც ერთხელ ვუყურებ და აი დავიძაბები და ცუდად შეიძლება გამხადოს მე რო ხვდები რომ მარტო არ ვარ და ესენი ჩემთან მოდიან და მეუნებიან რომ წამგარეთ გავიდეთ თუ ვინა გავისეიროთ რაღაცა მე რო ხვდები რომ ხო ანუ ეს საჭიროა რომ აკეთო და თუ მზად ხარ იმისთვის რომ ეს აკეთო მაშინ მზად ხარ იმისთვის რომ აქ იმუშაო რა პასუხისმგებლობა გესმის ხო ანუ ბალანსი არის გააზრებულად მოდიოდე ამ ნუკი შენს ურჩევდი იგივე ეს რაც თქვი ამ წამს ზუსტად რომ გააზრებული უნდა გქონდეს და ნუ ხო თუ ძალიან არ შეგიძლია მაშინ ვერავის ვერ ურჩევ რომ მოდი აუცილებლად კარგია და ის დააბალანსებს ის ნაწილი მაგრამ შესაძლებელია ოდნავ მაინც თუ გაქვს ამტანიანობა მე ხო კარგია ამ შემთხვევაში სტრესმედეგობა და სტრესულ პირობებში მუშაობა ნამდვილად გამოსადეგია ეს პირობები არ ვიცი რამდენად არის სტრესული მაგრამ ხო სტრესული ყველა სამუშაო რაც თავის გაგებით მაინც სტრესული არის ხა თუნდაც ბევრი საქმე როგორც ეგ სტრესულია ძალიან კარგი გადასარევი და მოდი სანამ დავამთავრებდეთ ჩვენს ეპიზოდს მანამდე პატარა მინი თამაშიც გავითამაშოთ ასე ვთქვათ პატარა რაღაც მოგიმზადეთ არაფერი განსაკუთრებული ცნობილი თამაში მაგრამ ვეცადე რომ ჩვენი პოზიციისთვისაც მოგვირგო თითები დამჭირდება თქვენი და ალბათ უკვე მიხვდებოდით რა თამაშსაც ვეხებით 10-ვე იყოს და ვნახოთ რამდენი დაგვრჩება ბოლოს უკვე კარგი მზად ვართ დავიწყოთ ესე იგი shift-ის იგივე სმენის დროს მე არასდროს დამილევია წყალზე მეტი ყავა
დამილევი, აღარ ჩავწიო ხო? ხო, თუ დაგილევე, თუ გაგიკეთებ. წავაგებ ეს. შენ მარათონზე მაგრამ წყალს საერთოდ ხომ ყავა, ეგრევე ყავა. ახსამ ფეგარ შეიძლება კაც. ან რედბული, ნახეთ. მე არასდროს დამიჭერია შემთხვევით, ან ძალიან სწრაფად ვიდეოს დადასტურებაზე და გადავსულვარ შემდეგ ვიდეოზე. ისე რომ საბოლოო ვერდიქტის გარეშე რა. თუ ასეთი რამე ტექნიკურად შესაძლებელია და ხდება. მე არასდროს შემიჩნევია, რომ სოციმედია პოსტებს გაუცნობიერებად ვაანალიზებდი და მოდერაციას უკეთებდი. მე არასდროს ეს არ შეიძლება თავიდან. მე არასდროს მიფიქრია სცენის მოდერაცია და ფილმის ყურების დროს. მიფიქრია. ანუ კი. მე არასდროს მიტირია სმენის დროს. ახლა მოვდივარ ნამდვილად. ლიტერალი მე ყოველდღე. ვაი. 5 უკვე ჩაწიე მორჩა? შენთან რამდენია რა სიტუაცია აქვს? 3. ლიდერობ ესე. მე არასდროს მომდომებია სოციალური ქსელების წაშლა. ტელეფონიდან ანუ. მე არასდროს მიფიქრია შიფტის დროს ადგომა და სახლში წასვლა. აუ. რამდენჯერაც კი. წავსვარ კიდე. მე არასდროს მიცინია შეხვედრილ ვიდეოებს, ანუ რაც მინახავს იმ. აუ რამდენზე ჩვენ ვიცინით. ანუ ესეთებიც არის, ხო? ცოტა რომ დავმშვიდდე და მეც დამაყურებლობით. გასაკუთრებით ბავშვები იღებენ ძალიან სოციალურ ვიდეოებს. ერთმანეთის კისკისიც გესმით ხოლმე. ანუ კისკისი აღარ გვია ტელეფონზე ისმის ხოლმე ჩვენი ხო? და მარტო ჩვენი არა. მარტო ჩვენი არა. მაგრამ ამ თემაში მგონია რომ ყველაზე კარგად ერთმანეთს ჩვენ ყვებით, აი. მე აჩვენებთ ხოლმე ამ ვიდეოებს. აუ მაგის საშუალებაც გაქვს. მოდი გეხვეწები ნახე რა გადახო. მაგის საშუალებას თუალეთ გადასარავი და ბოლო. რამდენი დაგვრჩა? არა, აშკარად უკვე აუთსაიდერი. აშკარა ლიდერი ყოლოდი აუთსაიდერი არა. და მე არასდროს დამიძინია შიფტის დროს. ნუ. კი. სად მოხდა ეს? როგორ გვიმარტოთ ეს? როგორ მოხდა? ანუ უშუალოდ კომპიუტერთან სამუშაო მაგიდასთან თუ? რა სიტუაციაში მოხდა ეს? ყველა სიტუაციაში. იცი რა. აი გეიმში დამიძინია როცა ხო, აი მე გეიმში ვერ ვიცინებ, ამიტომ ანუ აი მაგიდასთან საფეხურში ვისწავლე, როგორ უნდა მეძინოს ყველგან, ანუ დამდგარს, მჯდომარეს, რა ვიცი, ბეტონზე, კედელზე, რა ვიცი. იცი ის ბრალია ფანჯებს რომ არ მიღებ ხოლმე. აი ხო მე და ვიკი მე თახტები, იმიტომ რომ მე ფანჯებს კი არ ვაგებ. ანუ მე არ მიყვარს შალოზებს ანუ ვერ ვაგებ, იმიტომ რომ არ შემიძლია. და ამაზე ჩხუბობ ხოლმე. სიგნალის მოყვარული. ხო. ეს მოდელია. გადასარევი. მე მგონი ასე თუ ისე გავაცანით ჩვენს მაყურებელს ამ პოზიციის შესახებ თავისი დადებითებით, თავისი რეალური მხარით ეს ყველაფერი და ამიერიდან რეალურ სურათს დაინახავენ და ეცოდინებათ კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პოზიცია, რაზე არ მოდიან სამუშაოდ, რა იქნება გამოწვევები, რისთვის უნდა იყვნენ მზად. და ასე თუ ისე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კომპანიის შესახებაც, STEP საქართველოს ყოფილ მეიჯერის შესახებაც უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეთ და უფრო მარტივად შეძლებთ მომავალში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. მადლობა კიდევ ერთხელ თამარ ნუკი, თქვენ სტუმრობისთვის და უსურებ ყველას უსაფრთხო ონლაინ სივრცეს თქვენი დახმარებით და თქვენი, ასე ვთქვათ, დაცვით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის. მადლობა. დავემშვიდობებით მაყურებელს, ნახვამდის და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.